კვირას 1 მაისს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას დღესასწაულობს. დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, სადაც მართლმადიდებლური სამყაროს ყველაზე დიდი სიწმინდე, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ადგილი მდებარეობს, ტრადიციულად წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა, რომელიც საქართველოში ამ დღისთვის სპეციალურად მივლინებულმა დელეგაციამ ჩამოაბრძანა, რის შემდეგაც ყველა მოქმედ ტაძარში გადანაწილდა და მორწმუნეებს მისი სახლებში მიბრძანების საშუალება მიეცათ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 23 საათზე დაიწყო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. არქიდიაკვანმა დემეტრემ სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა. დამიხსნის მეუფალი ყოველი ბოროტის საქმისგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში. ყოვლად სამდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონო, ბერმონაზონო, საერო დასნო, საყვარელნო, დანო და ძმანო. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. გუგუნებენ ეკლესიის ზარები. ქრისტე აღდგა. დღესასწაულობს სადა ქვეყანა. ქრისტე აღდგა. სიხარულით ვღაღადებთ ჩვენს და არა მიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ. სადა არ სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არ ჯოჯოხეთო ძლევა შენი. დღეს ყველა ბედნიერია, დიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული, ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა გამსჭვალული. რატომ არის ასეთი ყოვლის მომცველი ეს ზეიმი? იმიტომ რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამიანის მთელი მოდგმა ადამიანის ცოდვის გამომსყიდველს შეხარის. მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება? შენთვის ღმერთი შენი ვიქმენ ძეთ შენდა, შენთვის უმაღლესი ზესწნელთა გარდა მოვხეთ ქვეყანად და ქვეყანით თავხეთ ქვეშე ქვეყანისა, რათა ხრწნილებისაგან არ გადგინო. კითხულობთ დიდი შაბათის საკითხავებში. დიახ, ცოდვის არ მცოდნე, ცოდვის მსხვერპლი გახდა ჩვენი გულისთვის, რათა მასში ღმერთის სიმართლეთ ქცეულიყავით. ამ მოვლენის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივიახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე. ორი ავაზაკი ცოდვები და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას. დიადი რწმენა, ასე ახასიათებენ წმინდა მამები მეორე ავაზაკის ამ მდგომარეობას. სააღდგომო ერთ-ერთ ჰომილიაში ვკითხულობთ, თვით მოციქულებიც, რომლებიც ხედავდნენ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოს, კიდევ მერყეობდნენ და დამამტკიცებელ საბუთებს ეძიებდნენ. ჯვარცმულმა ავაზაკმა
კი ყველაზე დამამცირებელი სასჯელი დასჯილი ქრისტე იწამა და შესთხოვა მომიხსენე მეუფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა პასუხად კი მიიღო ამინ გეტყვი შენ დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა თავმდაბლობამ საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზახ სულიერი თვალი აუხილა ჯვარცმული ესოში მაცხოვარი დაანახა რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი სწრაფ ახვანებისა აქვე მინდა შეგახსენოთ ქართლის ცხოვრებაში დასული შემდეგი ისტორია იერუსალიმიდან მოსული მოწვევის თანახმად დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და ამასთან მაცხოვრი ჯვარცმაზე დასასწრებად წასვლა საქართველოში მცხოვრები ებრაელებიდან ლონგინოსთან ერთად მოუწია წმინდა სიდონიას ძმას ელიოსს მათი დედა დიდად წუხდა იმის გამო რაც შეიძლება წმინდა ქალაქში განვითარებულიყო რადგან გრძნობდა უსამართლო განჯახდებოდა მართლისა ამიტომაც შვილი დაარიგა არ მიეღო მონაწილეობა მაცხოვრის დასჯაში რაც ელიოსმა აღასრულა და მცხეთაში მაცხოვრის კვართი სწორედ მან და ლონგინოზმა ჩამოასვენეს მანამდე კი პარასკევ დღეს როცა ასანიკმა კვერი დაარტყა იესოს ჯვარზე მისაჭედებლად ელიოზის და წმინდა სიდონიას დედა იმდენად თანა ეზიარავ ნებებს უფლისას რომ დაბეჭდის ხმა მას გოლგოთიდან მცხეთას მოესმა სამსჯვალმა თითქოს გულში გაუარა ტკივილისაგან სულ შეზრულმა იკრჩხიალა მწარედ აღმოთქვა რა შიდობით მეფობაო ჰურიათაო რამე თუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი და სული განუტევა ეს არის იესო ქრისტეს როგორც ჭეშმარიტი ღმერთის სრული აღიარება და ამასთან მისთვის პირველი მარტვილობის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში ასე რომ მაცხოვრის ჯვარცმისას მარადიული ნეტარების ღირსი ორი პიროვნება აღესრულა ქრისტეს რწმენით იერუსალიმში ავაზაკი და მცხეთას წმინდა სიდონიას და ელიოზის დედა წმინდა სიდონიას დედა წმინდანად ახლახანს იქნა კანონიზირებული საქართველოს ეკლესიის მიერ აღნიშნავთ იმასაც რომ კეთილგონიერი ავაზაკი ამავე დროს არის მონანული ქრისტიანის სიმბოლო რადგან ჩვენ ყველანი ცოდვილი ვართ ღვთის წინაშე მართალია უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბადეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავზნეს და ვნებათა მონავხდებით ყოველდღიურად რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის როგორ მოვიქცეთ ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ და რა გავაკეთოთ ამისთვის უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება თეთრისა და შავის გარჩევა რაც საშუალებას მოგცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ სამწუხაროდ თუნდაც მორწმუნე მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად გონია რომ მათ თითქოს ცოდვა არ აქვთ რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ საახსარებო და მოსანანიებელი მაშინ როდესაც მართლაც წმინდა ცხოვრნები გულწრფელად მიიჩნევენ რომ უღირსია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა ასე რატომ ხდება შეგახსენებთ აბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ ფრიად გავლენიან მოქალაქესთან როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში კითხა მას წმინდანმა ფაქტია ყველა მიცნობს და მაფასებს იყო პასუხი თუ კესარიაში წახვალ
იქ როგორად მიიჩნევენ შენს თავს? იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად. ანტიოქიაში თუ იქნები, ჩვეულებრივ მოქალაქედ და თუ კონსტანტინოპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი, გლახაკად და არაფრის მქონედ. ასე არის ნებისმიერი ადამიანის, უთხრა აბა დოროთემ. რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით ხედავს თავის არარაობას და უღირსებას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავის ცხოვრებით თავმომწონეობს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლულოვანებების გაცნობიერება. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელი ნებების შემდეგია გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლის მოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდების მოყვარეობა და ამპარტავნება, სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს. ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპელი ზემოქმედება აქვს. ამიტომაც ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ მაგალითად კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში. ვინც თქვა არ იმრუშო, ისის თქვა არაკაც კლა. ამიტომ თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ. ამასთავ ნებებს შორის უხილავი მტკიცე მიზეს შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ნებებსაც მოიზიდავს. თუმცა როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე ერთ ღვთისმსადნო საქმეში თუ გამტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ. მოწაფის კითხვაზე, რა გავაკეთო, რომ ღმერთის სათნო ვეყო, ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან. შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფის ჩვენი სული. აკეთე იგი ღვთის სადიდებლად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ უპირველეს ყოვლისა მოიპოვეს სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი. შეინანეთ, ქადაგებდა წმინდა იოანე ნათლისმცემელი. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა, მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს. ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა, რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, უნდა ჭარბობდეს ან დაჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან. გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა, მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლო წართმეულ ზედმეს 4 წილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე. ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი, უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც კი. როგორ მივხვდეთ, ცოდვის ტოლფასია თუ არა ჩვენი სინანული? თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, მიზნისთვის მიგვიღწევია. ასეთი სინანული არის სინდისის გამწმენდელი და აღმადგინებელი ძალა სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულს მოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი. სულიერი თვალის ახლა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი ერთბაშად.
თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემოსვლელი და ჩვენი განმაძლიერებელი. არ შეუშინდეთ დროებით წარუმატებლობას. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს. უბედურება იმაში კი არ არის, რომ შევცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა. უბედურება ის კი არ არის, რომ ნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათა ზღუპავ. ზოგს მიაჩნია, რომ ღვთისმცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არ აქვს, ურჩევნია ძველებურად განაგრძოს ცხოვრება. თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია დღეს არ ქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამონებას და განსასწრებით, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის. რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა არავინ უწყის. ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმე მტკიცებას აზრი არ აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ წესით სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო. ხმელეთისა და ზღვის ქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით, ნუ თუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ ხოლოდ და მერე უყვალოდ გავკრეთ, ეს ხომ უაზრობაა. ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმა მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო და კიდევ უარესი, ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან. თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანური საზოგადოებისა, თაებრივი ცეცხლი ჩამობრძანდა იერუსალიმიდან, ჯვარი გეწეროთ, ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთავ. ამინ. ჩვენ რომელ ავაზანს ვგავართ, როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, გადამრჩენელი თუ წარწმენდელი. ამ ქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას გავს, სადაც ყველაფერი იყიდება, წერენ წმინდა მამები. წაროვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გავუშვებთ, მას სამუდამოდ დავკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება. როდესაც საუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი, საეროთო სასულიერო პირი ამ ქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს. სულაც არა, ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა, თუ ხდება ცოდვითა და ღმერთზე მინდობით,
უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად ცხოვრებისათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო. დიახ, ადამიანი ბედნიერებისთვისაა შექმნილი და ამას ესწრაფის იგი მაშინაც, როდესაც ნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება. ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში პოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გთავაზობს. მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენ შევთხოვოთ ადგომილ მაცხოვას, ყველას გაუნათოს გული და გონება, წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად. როგორც აღნიშნა, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემებით დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად ხდება ცილის წამება, ღვაწლი, გაჭირვება, შური და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოხდება, მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია ამარიდე ეს სასმის, ან და ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევებ მე. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემს, რისი პირთვაც არ ძალგვიც. ამიტომაც გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, სწრაფ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს, აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მართლხებისგან თავი დაიცვას. სამწუხაროდ ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის. მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია, ამასთან გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია ეკონომიურმა გაჭირვებამ დედას და მამას აიძულა, რომ ლუკმა პურის საშონლად მთელი დღე სახლიდან გარეთ დაჰყონ, მაგრამ შულზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ როგორც ქალის, ისე მამაკაცის პასუხისმგებლობა თანაბარია. მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა კასრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრებად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანადგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ, ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც. აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინი ჩვენი ხვალინდელი დღის შემოქმედი იქნებიან და ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორი პიროვნებება ჩამოყალიბდებიან. უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღწვის ჩვენი ეკლესია, სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც. შესაძლებლობისამებ გვერდში დაუდგებით მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაქციოთ. ეკლესიას დიდი სურვილია ზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ. წასასვლელიც არ სადავ და არ ცხოვრებისათვის არიან მომზადებულნი. დღეს გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით, ფიქრობ, აქ გავხსნათ სახელობო პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.
ეს რა თქმა უნდა მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან. მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება. მეტი გასაგანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%. არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები. ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზირებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან. სასურველი იქნება თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ ხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებებს. მოსახლეობას ბიზგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება. გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია. მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება. საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმაციულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარებების მოპოვება ან დაკარგვა. სწორედ რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველი დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს ან უგულებელყოფს, უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს. თანამედროვეობამ სიახლის სახელით წინ წამოწია მეს პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე, ანუ ის, რასაც აქვს არა დიდი დატვირთვა, არამედ და არა სიღრმე. სანათლოდ დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს. შენ არ აღკვეწოდი სოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებული განწყობას. ამ სოფლის სული არის სული სისრუისა, იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განაჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10, 20, 40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინიან. ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ ფასეულობების მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს. შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო, უფლისწინებები იყოს შენი წარმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე ნელ-ნელა გამტკიცდების სათნოებაში. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა. ისწავლე ლოცვა, ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულის ნადების მის წინაშე გამფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა
და ღვთის მადლითა და შეწევნის მოპოვებაა. თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რა თქმა უნდა აგრეთვე არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევდოთ უფლის მცდელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განშორებლად. მას არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება, ელოდება ჩვენ სინანულს, ამიტომაც ბრძანებს არ მოვსულ ვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისათვის. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშრომნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, რამე თუ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქარს. ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადადო ხვალისთვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს. თითოეულ ჩვენგან სასწაულთ მოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს. თუ ღმერთს მივიახლებით და ცოდვებისაგან განთავისუფლებით, ჩვენ სულში დიდი ცვლილებების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითი არიან წმინდანები, ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი. ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებით შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციური სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო. მას შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო. მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს. თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასვეება იმისა, რომ დამიხსნის მეუფალი ყოველი ბოროტის საქმისაგან და მაცხოვნეს მე თავის ზეციურ სასუფეველში. ქრისტე აღდგა! აღდგეთ და ამიერიდან ჩვენც წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვნებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა. ამინ. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, აღდგომა ქრისტესი, 2016 წელი. ღამისთევის მსახურება საქართველოში მდებარე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში მართლმადიდებლები ბრწყინვალე შვიდეულს დღეს ესწაულობენ. აღდგომიდან ამაღლებამდე კი ერთმანეთს მისალმების ნაცვლად ასე მიმართავენ: ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.